კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო. უღრმესი მადლობა თვითონ თქვენგანს ნდობისა და ერთგულებისთვის და მოდით უცებ-უცებ გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. ესეთი ტიპის გაშლა რა ხდება თქვენს თავს? არის თუ არა რაიმე ნეგატივი თქვენზე, არის თუ არა რაიმე პრობლემა, ისეთი რასაც ძალიან უნდა მიაქციოთ ყურადღება და რჩევა, რას გვირჩევენ, ხო? აქვე გეტყვით რომ როგორც არ ვიცი ვიღაცას ყელი წამოგტკივდებათ, ნაღველი წამოგტკივდებათ, მუცელი წამოგტკივდებათ, ხა არ შეიძლება ნაღლის პრობლემა იყოს, შეიძლება პანკრეასის და ასე შემდეგ, ამაზე არ გავყვები და აკითხავთ ექიმს, ხო? ზუსტად ასეთივე მომენტია, როცა ადამიანს სულიერად უჭირს, ფსიქოლოგიურად უჭირს და მიდის ამ ფსიქოლოგთან, ან ეზოთერიკთან, ტაროლოგთან, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ყველა ამ ურთიერთობის მთავარი ინსტრუმენტი და მთავარი ასე ვთქვათ, საურთიერთობო იარაღი არის სიტყვა, ხო? იქ თუ ვთქვათ, ვიღაცა ეხოს გადაგიღებთ და ისე გამოავლენს რაღაცებს ანალიზებს ჩაგაბარებენ, აქ უნდა გამოკითხონ აბსოლუტურად ყველაფერი, სხვადასხვა მიმართულებებით, იქ უნდა ნახონ უამრავი დეტალი, ენერგეტიკაში რა ხდება, კარმულ კვანძებში რა ხდება, საგვარეულო თემებში რა ამბავია, ну, მოკლედ, უამრავი თემაა, ხო? და ანუ შესაბამისად მე იწყება კურნალობის მომენტიც, ხო? ვიღაც, ანუ ინდივიდუალურია. მე ვთვლი, რომ ყოველ შემთხვევაში როგორც ექიმებს აქვთ გაიდლაინები და პროტოკოლები, ასე ჩვენს პროფესიას არც ერთ შემთხვევაში არ გამოადგება, იმიტომ რომ ერთ ადამიანს შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირად სჭირდებოდეს თანადგომა და სხვანაირად სჭირდებოდეს ამ ყველაფრის, არ ვიცი, დალაგება იმისთვის, რომ თვითონაც ბევრ რაღაცას მიხვდეს, ვიღაცას სხვანაირად ჭირდებოდეს, აქ არ არის ესე, ხო? ერთ თარგზე აჭრილი რეცეპტები, რომ იბრძანდით აფთიაქში და ესა და ეს იყიდეთ. ამასაც ჭირდება დრო, პირობითად ახლა გარკვეულ ნოზოლოგიებს მედიცინაში ჭირდება 6 თვიანი მკურნალობა, ხო? 8 თვიანი მკურნალობა, წლიანი მკურნალობა, 2 თვიანი მკურნალობა. თუ რაღაცა არ გამართლა, მე იცვლება სქემა მკურნალობის და ასე შემდეგ. ზუსტად ასეა ამ შემთხვევაშიც. ესე ჰოპ და ახლა ხვალ უცებ შედეგები მივიღეთ, ასე არ არის. დღეს გაკეთებულმა რაღაც, არ ვიცი, დადებითმა ქმედებებმა თქვენი მისამართით შეიძლება 2 თვის მერე გამოიღოს შედეგი. ამიტომ აქაც დრო ისე არ არის, რომ ვიღაცას მართლა ჯადოქრის ჯოხი ეჭიროს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ჩემს თავზე ვისაუბრებ, სხვებზე ვერავის ვისაუბრებ. აქვე კიდევ ერთხელ სანამ გაშლას დავიწყებ, ვიტყვი რომ ძალიან ისე არ ვიცი, ადამიანები რას ყველაფერს ჯადოს აწერენ დღეს და ყველაფერს იმდენად ფესვგამდგარია ეს ნეგატივი და იმდენად ყველა პლატფორმაზე ეს თემა ტრიალებს და იმდენად რომ არ ვიცი დაიზაფრა ხალხი უკვე და მე მგონი ყველგან და ყველაფერში ჯადოქრებს და რაღაცა ნეგატივებს და იმებს უბედურ ენერგეტიკულ დაზიანებებს ხედავენ. ასე არ არის ჩემო კარგო ადამიანებო. ხშირად იცოდეთ რომ საკუთარ თავს თქვენ თვითონ აზიანებთ და თქვენ თვითონ ხართ საკუთარი თავის მომჯადოებლების ცუდ ნაწილში. თქვენი ზედმეტი საუბრები, თქვენი არასწორი ვიბრაციები, თქვენი არასწორი მეტყველების ფორმით, თქვენი დამოკიდებულებებით სხვა ადამიანების მიმართ, თუნდაც საკუთარი თავის მიმართ და ასე შემდეგ. ისე რომ მაინდა-მაინც ძაფებში, თმებში და თოჯინებში გახვეული სანთლები და რაღაც არ ვიცი, გათმის ფეხები და უბედურებები რაღაც საოცრებებს ყვებიან ხოლმე, ну არ ვიცი. არ არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობაში დადგეს. შეიძლება ეს ყველაფერი არ იყოს, მაგრამ თქვენ ძალიან ცუდად გრძნობდეთ თავს. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ან უბრალოდ თვითონ ჯადოს ენერგეტიკის ადამიანი ყავთ გვერდში, ან ოჯახში, ან გარშემო და ეს ადამიანი მოქმედებს ისე, ან თქვენ თქვენს საკუთარ თავს აზიანებთ. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან დიდ პროცენტზე თამაშდება და რა თქმა უნდა, დღეს აქამდე თუ დაფარული იყო და ერთეულები იყვნენ, მეგობრებო, და არ ვიცი, ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ჩადიოდნენ, რომ ვიღაცას რაღაცა გაერკვე და ვიღაცას რაღაცა გაიკეთებინა, დღეს აგეს შეხვალ YouTube-ზე და არ ვიცი, შეხვალ Google-ში, ჩამოყრი და უამრავი რიტუალია. მე თქვენ გეტყვით და ვინც სწორად არ იცის ამ ყველაფრის გაკეთება, მარტო ის კი არა, რომ წაიკითხო, ასე უნდა გააკეთო. იქ უამრავი დეტალია, რაც უნდა გაითვალისწინა და მე უარეს უკეთებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც და მოკლედ სასწაულ შედეგებამდე ან თვითმკურნალობა მიმიქარავს ტრადიციულ მედიცინაში რა შედეგებზეც გადის, რასაც აქ ეს თვითმკურნალობა ბჭყალებში, თვითრიტუალიზაცია თუ რა ვიცი, რაც მართებთ. კარგით. ამიტომ ამას ძალიან მიაქციეთ ყურადღება და ნუ დაიშინებთ თავს და ნუ დაიზაფრავთ, რომ მე რაღაცა მჭირს, რაღაცა მჭირს, შეიძლება არც არაფერიც არ გჭირდეთ. პირველი, მეორე ვარიანტი და დავწყოთ. ნახოთ. პირველი ვარიანტი.
ვისთვის არის გაშლა 10 პენტაკლები ძალიან სტაბილური, ძალიან არც ოჯახით შესაძლოა გქონდეთ, არ გამოვრიცხავ, ძალიან მყარად დგომი ადამიანი მიწაზე, თავისი უკვე შექმნილი დოვლათით, ხვავით, შესაძლოა სოფლის მეურნეობასთანაც გქონდეს კავშირი, რაღაც ძალიან კარგი პოზიციაც ეკავოს, ასევე გქონდეს საკუთარი ბიზნესები. მოკლედ ისეთი, აი, კარგად ფეხზე მდგომი თვითკმარი და ისეთი ადამიანია. ადამიანი ბრძანდებით ახლა ვინც მიყურებთ, ხო? მამაკაცი ქალბატონი არ აქვს ამას მნიშვნელობა. და მანახე ახლა რას გვეტყვის ტარო თუ არის რაიმე ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში დღეს გარედან ჩარევა, ან ზოგადად შიდა სიტუაციაში რა ხდება. 6-იანი კვერთხები, 9-იანი პენტაკლები და 7-იანი თასები. არა, აქ ცუდს და ანუ რაიმე საშიშს და სარისკოს აქ ნამდვილად უწრფელად გეტყვით, ვერაფერს ვხედავ, ერთადერთი. აი თქვენ ცოტა ზედმეტი ფიქრები იცით, ზედმეტად შეიძლება რაღაცა ნებისმიერ სიზმარს უღრმავდებოდეთ, შესაძლოა აი ყველაფერს ძალიან ზედმეტად განიხილავდეთ და აუ ეს ესე რო იყო ვიღაცამ რო ასე შემომხედა. აი ცოტა უფრო ილუზიების და ცოტა ისეთი თემების სიტუაცია მომდის აქ თორე ახლა აქ მე გითხრათ რომ თქვენზე რამე ძალიან ცუდი ენერგია, აბა კიდე ერთი არკანი, არა. 2-იანი თასები რას ლაპარაკობთ? ისეთ საკმაოდ აქეთ 6-იანი კვერთხები, აღიარება, ანუ არც უნდა გრძნობდეთ ცუდად თავს, იმისთან არკანები ამომდის მე, რომ დღეს პირიქით თქვენს თავს ძალიან ისე უნდა, აი როგორც სიგნიფიკაციაში ამოხვედით, ხო, თვითკმარად და ძალიან მყარად მდგომა და აი ასე უნდა გრძნობდეთ, რომ ზუსტად აი ამ მდგომარეობაში ხართ, იმიტომ რომ არც ერთი ნეგატიური არკანი ჩემი კითხვის შემდეგ თქვენთან დაკავშირებით არ ამოვიდა. ამიტომ შეიძლება რაღაცას თუ ფიქრობთ, ეს ილუზიაც იყოს. ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისზეა ეს თავის რა თქმა უნდა მომიფრინდა. ეს წეღანთელები და მოდი ჩავდოთ, არ გვინდა. აი ესე ცალ-ცალკე ჩავდოთ, რომ ერთად აღარ ამოვიდეს. და ვნახოთ ვისთვის არის გაშლა. და ადამიანი არ შესაძლოა დანგრეული დამსხვრეული ცხოვრების ნაწილებს აგროვებდეთ ახლა, შეიძლება გაცილებული ხართ, შესაძლოა რაღაცა ისეთ ფორმიან სამსახურსაც უკავშირდებოდეთ, ექიმი იქნება, ეს პოლიციელი იქნება, თუ არ ვიცი. რა იარაღთან დაკავშირებული თემა, უამრავი სხვა სტილია, ხო არ ვიცი, რაღაც შეჯიბრებებში მონაწილეობდეთ, აი იარაღი მუსირებს. ადამიანი ძალიან სწორი, ძალიან სამართლიანი და ძალიან ისეთი შემტევი ხასიათის ადამიანი და ვნახოთ თქვენს ცხოვრებაში თუ არის რაიმე ნეგატივი, უკაცრავად 4 არკანი წამოვიდა და არ აღნიშნავს. ვნახოთ აბა თუ არის თუ არ არის. ჩემო კარგო ადამიანებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაზე ნამდვილად არის გავლენა არც თუ სასურველი ენერგიების და აქ არ გამოვრიცხავ რომ ზოგჯერ აი იმდენად ცუდად გრძნობდეთ თავს რომ ყველაფერი აი გუში რო კარგად იყო და დღეს ქარიშხალი ავარდა და ყველაფერი გაგინადგურათ და ჰაერში დარჩით აი ეს შეგრძნებები ხშირად გქონდეთ არ ვიცი რაღაც სასიკვდილო ეპიზოდები შეიძლება იყო და გადარჩით რაღაც თქვენ სიტუაციებში თქვენ გაქვთ სასწაული დაცვა ნებისმიერი სიტუაციიდან გამოხვიდეთ უვნებელი ან ძალიან ნაკლები დანაკარგებით თქვენ გაქვთ აი სასწაული დაცვა და რას უკავშირდება ეს მოჩვენე ნახეთ რას გირჩევენ უბრალოდ ერთადერთი დააბალანსეთ თქვენი ემოციები ნახეთ დააბალანსეთ თქვენი ემოციები და დააკვირდით ნუ ისაუბრებთ საკუთარ ნურს წარმატებაზე და ნურს იმედგაცრუებაზე ნუ რავისთან
თქვენს გარშემო არის ქალი, არ გამოვრიცხავ ეს იყოს კოლეგა, რომელიც სულ რაღაცაზე გიჩხიკინებთ. არ ვიცი, სულ რაღაცა იმისა აქვს რა, რომ თითქოს რეალურად არაფერი, ძალიან ისე გელაპარაკებათ, მაგრამ ნუ ზურგს უკან ისეთი თემები აქვს, რომ აი ერთსული აქვს, როდის მოგიშარებთ. არ ვიცი, რაღაცა ქალური შურის მომენტებიც მომდის. და ეჩქარება, ძალიან ეჩქარება, რა უნდა თქვენი ცხოვრებისგან. თქვენი ადგილის დაკავება უნდა. თქვენი გაშვება უნდა სამსახურიდან, რომ ყველაფრის გარეშე აღმოჩნდა და თქვენი ადგილის დაკავება უნდა, თუ რა უნდა. სავარაუდოდ რაღაცა ეგეთი ინფორმაცია მოდის, რომ ყოველ შემთხვევაში თქვენ აღიქვამთ ძალიან სტაბილურ, ძალიან შეძლებულ ადამიანად და უნდა რომ ზუსტად იმ პოზიციაში აღმოჩნდეს, რაც თქვენ გაქვთ ცხოვრებაში. ბევრს ოცნებობს, ბევრს ფიქრობ, ძალიან ილუზიებშია რა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ რასაც თქვენთვის ცუდს მოიწადინებს, მით მეტად როგორ გითხრათ, აი, მით მეტად თვითონ უკაცრავად აი სიტყვა და მომწემნე ცუდი ენერგია აქვს. ბარიერები მით მეტი ბარიერები უჩნდება რა. ანუ აი მით მეტად იბოჭება, იბორკება, თვითონ ვერ მიდის მერე წინ. აქ რომ გითხრათ, რომ რაიმე ჯვარი გწერიათ, ახლა ჯადო გაქვთ გაკეთებული და რაღაცა არა, აქ მომდის უფრო ლაპარაკი, თვალი. მაგრამ თქვენ ხომ გეუბნებით, აი ისეთი სამსახური აქ ცალსახად სამსახურებრივი თემა, ვიღაცა ძალიან ისეთ მომენტში თქვენთან, მაგრამ არკანი ძალამზის არკანით ხალხო თქვენ ხართ, აი პირდაპირ გეტყვით ბუნებისგან არჩეული ადამიანები, რომელსაც აი ესე ხელდასმით გიცავენ ზემოდან რა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ თქვენი გაბრაზება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდ შედეგებს გააბრაზებენ სამყაროს და მიიღებენ ძალიან ცუდ შედეგებს უკან. თქვენ შეიძლება გატკინონ რაღაცა ეპიზოდურად მეგობრებო და რა თქმა უნდა ნეგატივისი არც გადის, ხო? ჰაერიდან არ მიდის, მაგრამ ამ ხელას რო თქვენ გატკენენ, აი ამ ხელა კი არა და ორი ამ ხელა თვითონ სტკივად და ვერ იაზრებენ ჯერ მაგ ხელა ჭკუა და მაგდენი არ ვიცი ალბათ არც ცოდნა არა აქვთ. ვერ ხვდებიან უბრალოდ რომ ადამიანს რომელსაც თქვენ სხვა შორის საგვარეულო დაცვაც გაქვთ წინაპრებიდან ძალიან დიდი მფარველობა გაქვთ კვერთხების დედოფალი ხართ ადამიანი აი რა ვიცი ხო ვიღაცას რო რაღაც ერთი უჯრედი გაუნადგურდება მთელი ცხოვრება ვეღარ აინასყორებს და თქვენ ერთ უჯრედზე შეიძლება რეგენერაცია სამი უჯრედი გქონდეთ ანუ ხა ისე ულტრირებულად ვამბობ რა და რა იქნება მომავალში შეგეხებათ რაიმეს დაგიშავებთ ეს ადამიანი ვერაფერსაც ვერ დაგიშავებთ დაცვა გაქვთ არ ვიცი რა ტიპის დაცვა გაქვთ თქვენ თვითონაც ხო არ გაქვთ გაკეთებული რამე არა აი ვერც მოგეკარებათ ვერც იოცნებებს რას ლაპარაკობთ თქვენ აი როგორც აი ცირკულაცია ხდება რა რაც არ უნდა გავიდეს თქვენი ცხოვრებიდან უკან შემოდის კიდე არა აი თქვენ ხართ სამყაროს რჩეული და დაცული ხართ არც ერთ შემთხვევაში სანერვიულო არ გაქვთ არის ნეგატივი, მაგრამ ეს არ არის კიდევ ერთხელ მიმარებ რაღაცა აი ჩარევა და სირბილი მოლებთან და ვიღაცებთან. ეს არის აი ადამიანური ჯიბრი თუ რა ვიცი რაც ქვია ხო შურიანი ადამიანი თვითონ არის საცოდავი. მოკლედ ასე ჩემო კარგო ადამიანებო, რა ვიცი. კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისთვის და დაგემშვიდობებით ნახვამდის.